მოგესალმებით. ახლა გავაკეთებ საჯარო გარშემოს თქვენთვის ესეთ შეკითხვაზე ახალი ნაცნობის განწყობა და დამოკიდებულება როგორია თქვენთან მიმართებაში, ზოგადად როგორი შთაბეჭდილება აქვს შექმნილი თქვენზე, ხო, როგორ წარმოუდგენი ხართ, როგორ ადამიანად გხედავთ. მექნება, რაც მოვიფიქრებ რამდენი ვარიანტი. ახალი ნაცნობი. და გავარკვევთ ნელა მის განწყობას დამოკიდებულებას თქვენთან მიმართებაში. თავისთავად შთაბეჭდილებას. პირველი, მეორე და მესამეც მინდა. ისაბუტრილები. მოიცადეთ. აი ეს. ასე უკეთესი იქნება. ახლა სამივე ჩანს, ხო? კი. ეს იყოს მესამე ვარიანტისთვის. შავზე შავი არ ჩანს. კაი, აი ეს იყოს მესამე ვარიანტისთვის. მეორე ვარიანტისთვის. და პირველი ვარიანტისთვის. პირველი, მეორე და მესამე. ჩაიფიქრეთ ერთ-ერთი. და დავიწყებ პირველი ვარიანტით. ვინც შეიფიქრეთ. ეს. განწყობა და შთაბეჭდილება. ზოგადად ახლა თვითონ ამ ადამიანის თვითონ ამ ადამიანის განწყობა და დამოკიდებულება დასაწყისში იყო ძალიან პოზიტიური. და ვფიქრობ, რომ მისი სურვილი და მზაობა არსებობდა იმისთვის, რომ რაღაც სასიყვარულო პარტნიორული ურთიერთობისკენ წასულიყო, რაღაც აი ფლირტი, განვითარებულიყო თქვენ ორ შორის, მაგრამ ეხლა რაღაცა განწყობა აქვს ისეთი შექმნილი, თითქოს გავიგე. ხო, განწყობა აქვს შექმნილი ისეთი, თითქოს აი რაღაცა მიატოვა სიტუაცია, თქვენს დაგტოვათ. ანუ როგორი შთაბეჭდილება ვრჩება, თითქოს ადამიანმა შექმნა ნიადაგი, რაღაცა ფლირტი, კომუნიკაცია, ეს ყველაფერი იყო, მაგრამ მე ესე უკან მოუხადავად ადგა და წავიდა. იმიტომ რომ თითქოს თქვენი მხრიდანაც რაღაც საპასუხო ემოციები დაინახა და შთაბეჭდილება აქვს თქვენზე შექმნილი, რომ აი ძალიან ემოციური, მხიარული, ცოტა კეკლუცი. ესეთი ხასიათის ადამიანად გხედავთ, თითქოს ეს ადამიანი ფიქრობს, რომ თქვენ მზად ხართ იმისთვის, რომ თქვენი ემოციები გაუზიაროთ ამ ადამიანს და ეს ადამიანი წავიდა იმიტომ, რომ დააკვირდეს თქვენ რა რეაქცია გექნებათ. აბა გაეკიდებით, არ გაეკიდებით, როგორი ადამიანი ხართ და ანუ ფიქრობს იცი რას, რომ აი რო დაბრუნდები, ვნახოთ აბა როგორი რეაქცია ექნება და რაღაც, იმიტომ რომ რაც არ უნდა იყოს, ახლა ეს ადამიანი ფიქრობს, რომ თქვენ მისთვის უცნობი ადამიანი ხართ, წარმოდგენა არ აქვს რასთან მიმართებაში, როგორი იქცევით ხოლმე და ამიტომ აი გცდით, ასე ვთქვათ, ადამიანი ძალიან ესე მარტივად რო ავხსნა. ფიქრობ ახლა ამ მომენტისთვის ეს საკმარისია, სხვა დროს ჩაუღრმავდეთ უფრო დეტალურად გაშლაში ეს ზედაპირულად მინდოდა რომ ამ გაშლაში ესე გამეკეთებინა. პირველ ვარიანტს დავემშვიდობები და გილდებით კომენტარებში და ლაიქებში. ეხლა გადავალ მეორე ვარიანტზე, ვინც ჩაიფიქრეთ აი ეს ვარიანტი. შთაბეჭდილება. ვაუ. გავიგე. ну, ზოგადად ახლა ამ ადამიანს ესე ჰგონია და ესე ფიქრობს, რომ თქვენ ძალიან ბევრი ადამიანის ყურადღებას იქცევთ, მაგრამ ხართ ძალიან ჩაკეტილი ყველაფერთან მიმართებაში.
ვინც არ უნდა იყოს, როგორც არ უნდა იყოს, თითქოს არავის შენს არ აძლევს და მისი განწყობაც შეიქმნა ძალიან ესეთია. ეს ადამიანიც არ არის ეხა ის ტიპი, რომ ვინმეს ან შეეხვეწოს, ან გამოეკიდოს. არა, ძალიან ეს ცივად, რაციონალურად წყვეტას თქვენთან დაკავშირებით ყოველთვის და ზოგადად ცხოვრებაშიც და თქვენთანაც ესეთი განწყობა. ეხლა რო გითხრათ, რომ ძალიან თბილი და ძალიან უწუწუ ემოციები არა. არა, ეგეთი რაღაცები ნამდვილად არ არის. საკმაოდ ესეთი ცივი გონებით გამსჯელი ადამიანი და უშუალოდ თქვენც ეხლა ამ მომენტისთვის ისე ხედავთ, რომ თითქოს ზედმეტად ცივი და მკაცრი ხარ. აი რაღაცნაირად ხედავს იმას, რომ ძალიან ერთნაირები ხართ. და დიდეში ხართ კიდეც. უბრალოდ თქვენ ხედავთ ისე, რომ ან ძალიან მორცხვად ექცევით ხოლმე მას, ან ძალიან მკაცრად და ნუ აი ვერ გაიგო ეხა რა გინდათ და რას მიერვეჟება შეიძლება მაგას ფიქრობდეს ესე თუ იქცევით ხოლმე არც ეგ არ გამორიცხოთ. ნუ ყოველ შემთხვევაში ხა თქვენ იქცევით თუ არა ნამდვილად ეს ეგ ცალკე საკითხია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს ადამიანი ესე ხედავს, რომ აი რას მესწერვება, რას მერვეჟება ეხა ძალიან ბარბარიზმები გამოვიყენე, მაგრამ დაახლოებით ესეთი განწყობა აქვს ამ ადამიანს თქვენთან დაკავშირებით შექმნილი. ეს იყო მეორე ვარიანტისთვის და შეგახსენებთ, რომ გამოიწეროთ ჩემი არხი. დავუშვებდი ახლა ჩემს მეორე ვარიანტს და გადავალ მესამეზე. აი, ვინც ჩაიფიქრეთ ეს ვარიანტი. მესამე ვარიანტის განწყობა, როგორია თქვენთან მიმართებაში და მისი შთაბეჭდილება თქვენს. მოიცედი დავამატებ. ნუ როგორი ახლა ამ ადამიანის როგორია მისი განწყობა, შთაბეჭდილება, დამოკიდებულება ერთიანობაში გეტყვით. ძალიან ბევრს გათვალიერებთ, ძალიან ბევრს გწალკავთ. ცდილობს რომ სოციალურ ქსელებში ყველა ლაიკი, ყველა კომენტარი, ყველაფერი დაინახოს, წაიკითხოს, იცოდეს თქვენ შესახებ ყველა დეტალი, რამდენადაც მისთვის ეს შესაძლებელია. რაზეც ხელი მიუწვდება, ხო? უშუალოდ მისი ახლანდელი განწყობა არის ესეთი, რომ აი რაღაცაში უნდა რომ გაჯობოთ. ხო, ჭკუაში გაჯობოთ? მოიცა. კაი და მისი შთაბეჭდილება თქვენთან დაკავშირებით. აი მესამე ვარიანტში მაინც ჩავყვინთეთ. ერთ-ერთ ვარიანტში ყოველთვის მიწევს ხოლმე ესეთები. ნუ აქ ცოტა ესეთი უცნაური გაშლა. ერთი რომ უნდა რომ ჭკუაში გაჯობოთ და რაღაცეები ისე წარმართოს თვითონ, რომ აი თქვენ რომ ძალიან მშვიდად ხართ და რომ ვერ წარმოგიდგენიათ საერთოდ ამ ადამიანთან მიმართებაში საერთოდ არაფერი განსაკუთრებული. ამ ადამიანს აქ რაღაცა გეგმა, რომ აი თქვენი შენარჩუნებისთვის და იმისთვის, რომ თქვენთან უფრო მეტი სიახლოვე ჰქონდეს, წამსვლელია ძალიან დიდ რისკზეც. და საერთოდ ამ ადამიანს უნდა რომ სადღაცას ერთად წახვიდეთ. აი მაგალითად რომ მოგაკითხოთ უბრალოდ დეიტზე, ანუ პაემაზე და ვთქვათ თქვენ რო ფიქრობთ და წარმოგიდგენიათ მაგალითად მარტო ყავაზე გასვლა, შეიძლება აღმოჩნდეთ რაღაცა ქალაქ გარეთ, რაღაც ცოტა უფრო მოშორებით და რაღაც ექსკურსია გამოგივიდეთ თუ რაღაც, ანუ რაღაცა ესეთი თავის გეგმები აქვს რაღაცა ამ გზასთან, წასვლასთან დაკავშირებით, ხო? ანუ და რატო ვიძახით, რომ ჩვენ ხო ვიკითხეთ ახალ ნაცნობობაზე და ნუ ეხლა ახალ ნაცნობთან თუ არ მოისაზრებთ ეხლა რაღაცა ამ ტიპის კავშირს, ნუ თვითონ ესე გეგმავს, რომ ის სადღაცას თქვენთან ერთად წავიდოდა და
აი რაღაცა გზავრობ თქვენთან ერთად, არ ვიცი. აცას ზღვარგარეთ წასვლა შეიძლება უნდოდეს ან თვითონ იმ ქვეყანაში და ქალაქში დაწყოთ, რა ვიცი, ხო, ნუ რაღაც გზასთან დაკავშირებული ამბავია. ოღონდ ისე რომ თქვენ არ იცოდეთ და თქვენ ვერ მიხვდეთ და მისი დამოკიდებულება თქვენთან მიმართებაში არის ისეთი, რომ აი მისთვის ძალიან ესეთი საცდური ხართ, საცდუნებელი. ძალიან მოწონ ხართ სინამდვილეში, ძალიან იზიდავთ, უბრალოდ ცდილობს, რომ აი რაც შეიძლება ძალიან დინჯად, გაწონასწორებულად მოიქცეს და ეს თავისი ემოციები, რასაც მთელი სისავსით და მთელი სიმძაფრით განიცდის, ესე პირდაპირ არ უნდა რომ მოგახალოთ და არ უნდა რომ ყველაფერი ერთიანად გაჩვენოთ. ამიტომ ცდილობს თავის შეკავებას, უფრო გაწონასწორებულ ლაპარაკს, ქცევასაც და ასე შემდეგ. თქვენც გხედავთ ადამიანს, რომელიც ერთის მხრივ ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი ხართ თქვენი ცხოვრებით, მეორეს მხრივ ადამიანი თვლის, რომ აი თქვენ წვრილმანი რაღაცეების გაბედნიერებთ და პატარა საკითხსაც შეუძლია რომ ბედნიერება მოგანიჭოთ და ეს არის ის თვისება, რაც ამ ადამიანს ძალიან იზიდავს თქვენში. იმის გარდა რომ რაღაცა ფიზიკურად, ვიზუალურად ძალიან მოწონ ხართ და მისთვის სასურველი და საინტერესო ხართ, აი ეს თვისება, რასაც ამჩნევს თქვენში, მას ძალიან მოსწონს. და რაღაცნაირად შეეცვალა დამოკიდებულება თქვენთან მიმართებაში. თითქოს აქამდე უფრო სხვანაირი შთაბეჭდილება ქონდა, აქამდე უფრო რატომღაც ზედაპირული ურთიერთობების წარმოქმნა შეეძლო თქვენთან მიმართებაში, მაგრამ ეხლა ფიქრობს, რომ უფრო სხვა ტიპის ფორმატში უკეთესი იქნება თუ წარმართავს თქვენთან ურთიერთობას, უფრო რომანტიკულს და არა მხოლოდ რაღაც ერთჯერად ურთიერთობას. რაღაც ესე შეეცვალა განწყობა თქვენთან მიმართებაში და ესეთი იყო ჩვენი მესამე ვარიანტი. მე შეგახსენებთ, რომ პირადი კონსულტაციებისთვის ნომერზე 511 14 91 78 დაალაიქეთ და აკომენტარით, გამოიწერეთ ჩემი არხით და წარმატებებს გისურვებთ ყველას. ნახვამდის.